გლოცავთ მერფად აღმოსოთ გაიხარეთ გაძლიერდით სულიერი წინსვლამი და გისურვოთ კვლავ ვაგზელებთ ჩვენს შეხვედრებს სახლის კურთხევის ფორმატში და კვლავ ვცდილობთ რომ ჩვენი მსახურება გავამდიდროთ ღვთის სიტყვის ქადაგებით საწყის ეტაპზე რა თქმა უნდა პირველ რიგში ვაკურთხებთ სახლს და შემდეგ აი ესე ვცდილობთ რომ მოხდეს ჩვენი უფრო ქადაგებითი ურთიერთობა. რა თქმა უნდა ეს ყოველთვის ვცდილობთ რომ ვახერხოთ, ზოგჯერ ხერხდება, ზოგჯერ არა, მაგრამ ტრადიციულად როგორც წესი ვახერხებთ ხოლმე. ვფიქრობ რომ ადამიანის შეხვედრა, ადამიანთან შეხვედრა ოჯახში ბევრად უფრო შინაურია, ბევრად უფრო გახსნილია, უფრო ახლოა, უფრო უშუალოა, უფრო არ არის ესაც ხელოვნური გარე რაღაც ჩარჩოებით შემოსაზღვრული და ამიტომ თავი უფრო თავისუფლად თავისუფლად გრძნობს უფრო ადამიანი და უფრო ასე ვთქვათ აზრის თავისუფლად მუშაობს. ოფიციალური რა თქმა უნდა რიტუალური ქადაგება და რიტუალური შეხვედრა ეს სხვა არის. გავაგზავნოთ და ჩვენ ვილოცოთ მეტად თუ გვინდა რომ უფრო მეტად ბედნიერები ვიყოთ, შეგრძნება ბედნიერებისა მეტად გქონდეთ. უფრო მეტად უნდა ვილოცოთ, უფრო მეტი უნდა ვილოცოთ, უფრო მეტი შევუნდოთ, მეტი მოვინდომოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლოთ ისეთი დაბრკოლებები, ესეთი მოულოდნელი, სხვა შორის მოსალოდნელი ხო გასაგებია და პროგნოზირებადი, ხილული თუ უხილავი ბრძოლები, მაგრამ მოულოდნელი, უხილავი და ხილული. მოულოდნელი ძალიან ესეთი ბრძოლებით არის ხოლმე სავსე ჩვენი ცხოვრება, განსაკუთრებით აი ამ პერიოდში, მარხვის დროსაც და მარხვის შემდეგაც იცის. ზოგჯერ გონია პატარა რაღაც, მაგრამ შემდეგ განივრცობა ეს და საკმაოდ დიდ ფორმას მიიღებს და დიდ ესეთ შეიძლება ისეთი ადგილი მოძებნოს შენს ფსიქიკაში, შენს ცნობიერებაში, შენს გულისა და გონების ცნობიერებაში, რომ საკმაოდ დიდი არასასიამოვნო ადგილი დაიკავოს და შემდეგ ამ ნეგატივს, საოცარი ნეგატივს არასასიამოვნო თვისება გაფართოების, როგორც გაზი ფართოვდება, ხო, გაზობრივი სხეული, ნივთიერება, გაზი ფართოვდება რაღაც მოცულობაში და სულ მთლიანად იჭერს მას, აი ესე დაიჭერს თუ მიუშვი ეს ნეგატიური, ესე ვთქვათ, ძალა შენში ადგილს. ამიტომ ვეცადოთ უფრო მეტი მადლიერების გზნობით ითრგუნება ეს ნეგატივი, მადლიერების გზნობით ყველანაირ ესე ვთქვათ თვითკონტროლით სხვადასხვა ფორმით, თუმცა თავის ნებისყოფის დაცავით, რა თქმა უნდა, კითხვით წმინდა წიგნებისა ლოცვით და მეტად უწყვეტი ლოცვით, არ მინდა გავუსვა ხაზი, უწყვეტი ლოცვით, უწყვეტად, აი უწყვეტად, აი ეს ადამიანი არ წვითავს ლოცვას, ვცდილობს რომ სულ მუდამ ლოცვის პროცესში იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს მე ვფიქრობ რომ ეს უწყვეტი ლოცვის მდგომარეობა თუ იქნა მიღწეული, მაშინ ძალიან დიდი ვთქვათ შანსი არის იმისა, რომ ადამიანის კნინობის, დისკომფორტის, უბედურებისა და სულიერი ეს ვთქვათ არასასიამოვნო გზნობების, დეპრესიული და სხვა ამ ტიპის გზნობების რისკ ფაქტორი არ წარმოიშვას. როდესაც ახლა არის ზოგი ფსიქოლოგია, ხო, ზოგი ფსიქიატრია და ასე შემდეგ. ამას ებრძვის ძალიან ბევრი ამ მდგომარეობებს. ფსიქოლოგია და ფსიქიატრია თქო და ალგორითმებისა და უნარჩვევების ათვისება არ არის. ხასიათი უნდა გაიგო აი ამ ბრძოლისა. ამის სიფაქიზე უნდა გაიგო. ხა ეს სხვა თემაა, მაგრამ მაინც ვახსენებ. სიფაქიზე. მარტო უნარჩვევები და წიგნით ნასწავლი ფსიქოლოგია და ფსიქიატრია არაფერი არ არის. აი თავარია ცოცხლად დიდები ვინც იყვნენ, დიდი ფსიქოლოგები ხო, არ ჩამოთვლები. აი ეს ცოცხალი ადამიანის ხასიათის მასში დიდი ესე ვთქვათ სულის მოძრაობის ფაქიზი და ძალიან ფარული მოძრაობები, ნაკადები უნდა გაიგოს. ეს სხვადასხვა ძალიან კარგად არის განსაზღვრული მართლმადიდებელ ასკეტიკაში, ასკეზაში, ასკეტურ გამოცდილებაში. დავუშვათ შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც ეგნატე პრენჩანინოვის ასკეტური გამოცდილებანი, იქ არის ვთქვათ ეს დისცილირებულია. სხვაგანაც არის, მაგრამ სადაც სუმა დისცილირებული არის. ეგნატე პრენჩანინოვის ერთ-ერთი ბოლო მამაა და მას აქვს ეს კარგად ჩამოყალიბებული ეს ასკეტური გამოცდილებანი და ფაქიზი გზნობები, როგორ და რა ხდება ადამიანის სულში. რა თქმა უნდა, ეს უფრო ნატურალური და პირველად ფორმაში მოცემულია სათნოს მოყვარეობაში ფილოკალია ეს novecach, ხო, ის რუსულად დაბრატებები. ფილოკალია, ეს ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ნაშრომია, გააჩნია ქართულად სათნოს მოყვარეობა, რამდენი ტომშია, გამოცემას გააჩნია, ძირითადად 5 ტომეულად მოიაზრება.
კომებს გააჩნია ახლა გამოცემის ისა რომ ძირითადად ხუთომეულად ხუთ ნაწილად მოიაზრება. აი ხა ძალიან კარგად ეს გავწობილი და ძალიან ფაქიზად არის გაგებული ადამიანის სულიერი მდგომარეობა. ეს იმიტომ ვახსენე რომ სახლის კურთხევას მინდა დაუკავშირო. სახლის კურთხევა ზუსტად აი ამ ნეგატივს ამ დისბალანსს აწონასწორებს, აბალანსირებს. ისაც წარმოიშობა ეს ნეგატიური აზრები უარყოფითი მოულოდნელი სხვათა შორის აღნიშნე მოულოდნელი ჩვენ ძალიან ცოტა რამეს ვჭრეთ პროგნოზირებთ. აი აწყო და მომავალი ადამიანს მოულოდნელ გამოწვევებს, მოულოდნელ სხვადასხვა ბრძოლებს ხილს თუ ხილავს თავაზობს და ულეს რომ გადალახოს. აწყო და წარსული ყოველთვის რა თქმა უნდა განპირობებული არის, მაგრამ წარსულიდან აწყო და მომავალი განპირობებული არის, მაგრამ გამოდის წარსულიდან. თუმცა ის ზოგჯერ წარსულზე დომინირებასა და წარსულის განსაზღვრასაც აკეთებს. ანუ სასტიკი და დაუნდობელი შეიძლება იყოს აწყო და მომავალი წარსულისა, განსაკუთრებით მოუნანიებელი წარსულისა. ამიტომ დავაბალანსიროთ. ეს ფივი მოძრაობა არ არის, უნდა დაბალანსირდეს. წარსული აწყო მომავალი. ეს რთული ქსოვილია ძალიან. იმას სახიფათო არ არის არაფერი რომ მათ შორის კავშირი დაწყვიტო იცხოვრო მარტო წარსულით იცხოვრო მარტო მომავალი ოცნებებით და ილუზიებით და აწყოსაც მოწყდა ეს ძალიან სახიფათოა გულწრფელად თუ გინდა შევემესტოთ თისნება ამისათვის საჭიროა ხმარხვა იყო და ხასიათებია მეცადეთ მაგრამ ეს გრძელდება მარხვის მერეც გრძელდება სულიერი მარხვა ესე შეიძლება თქვა ხო ის ცნებები არ უქმდება და ცნებები მარტო მარხვაში ხო უნდა დავიცოთ, ახლა უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ ხო ვიცი. შემეცნება საკუთარი თავისა, ღვთის ნების შემეცნება გრძელდება ხსნილშიც, ხო? იცით ახლა. და ამიტომ ეს გავაგზავნოთ. სახლის კურთხევაც ამის შინაგანი დასტურია, შინაგანი თანხმობა ამაზე, სადაც მივდივართ ადამიანებთან. ყველაზე ვთქვათ, კეთილი განწყობა, შემხედრი სიყვარული და ვამბობთ ხოლმე გულწრფელად ხოლმე, რომ აი ამ სიყვარულს ლოცავთ, რა სიყვარულითაც ჩვენ მოვედით. რა სიყვარულიც არის ჩვენ შორის, ხო, ოჯახის წევრების შორის, ოჯახის წევრებით განისაზღვრება და არს სახლისა, ოჯახის წევრები და მათი სულიერობა ქმნის, თორე მარტო ინტერიერი კი არ ქმნის ამას, ან რემონტი არის ასე შემდეგ, ყუდროება გასაგებია, ისიც კარგია, ხო, მაგრამ სახლის სულიერ ატმოსფეროს, ხო, აურას აღავახსენებ, სულიერ ატმოსფეროს ხსნის, აყალიბებს და გამოხატავს ის ოჯახის წევრები. ამიტომ რა სიყვარულითაც მოვედით იმ სიყვარულს ვლოცავთ და ის ვლოცავთ ის სიყვარული უფალია სიყვარული. რა სიყვარულს თქვენ შორის არის ამას აღვნიშნავ და რა სიყვარულითაც თქვენ შევხვდით. ანუ შემხედრი მოძრაობასაც ვლოცავთ. ჩვენგან თქვენგან ასე ვთქვათ შემხედრილი საპასუხო სიყვარული, მაგრამ ამავე დროს ეს ამკუთხედი ზევიდანაც მადლი ორწვიმა სიყვარულისა გარდა მოდის და ოჯახს აკურთხებს. აი ამ შემხედრი ლოცვა კურთხევით წარმოიშობა ის განიდევნება დისბალანსი და ნეგატივი, გაწონასწორდება სულიერი ატმოსფეროს სახლში და წარმოიშობა სულიერი სიმტკიცე და გამთლიანება, რაც დღეს ასე გვჭირდება, იმიტომ რომ ყოველგვარ გაუმთლიანებელ ქსოვილში, განაწერულ გაბზარულ ცნობიერებაში, გულისა თუ გონებისა, ემოციონალურ გაბზარულ და დაზიანებულ, დასუსტებულ სამშობლოში, სხეულებრივი უზრუნველობის ხოლმე რამდენი არის. აი ამებში შემდეგ და აქედან შემოდის სხვადასხვა უარყოფით. ანუ მინდა უსურო დავლოსო და კვლავ მინდა გაძლიერება უსურო სულიერი ძალა დღეს მით უმეტეს თავარზე ვიფიქროთ ეს მინდა უსურო დასუსტებულს მინდა უსურო ფერზე წამოდგომა მორწმუნოს მინდა მოწმუნე გახდომა უსურო რომ გახდეს მორწმუნე და ყოველ შემთხვევაში გახდეს ახლა ეს რა ჩაფლა კი არ არის ან ნორმატივი ხო გახდება თუ კი იგი მოინდომებს და თუ კი ილოცებს და თუ კი ითხოვს ღვთისაგან უნდა ითხოვოს უფალი ყოველთვის მზად არის ყოველთვის გველოდება ჩვენ ხელგასილი და ყოველთვის ჯვარზე ხელგასილი სასახუთებლად გველოდება. ჩვენ უნდა მივისწრაფოთ მისკენ. უფალი ყოველთვის მოგვიწოდოს, მოგვიხმობს, გადაგვრის. არ გვაიძულებს, ძალადობა არ. მოგვიწოდოს, მოგვიფროს, ყოველთვის ჩვენსკენ არის. და ის ყოველთვის გველოდება. არასდროს გვიან არ არის, რომ უფალს შევევედროთ, რომ მოგვცეს დაჩაგრულებს გამარჯვება. აი ცხენეთარებაში რაც არის, სულიერად შივრებს დაპურება. სასუცარ კვეთილს დაუიმედოს იბედი უსიყვარულოსა და მიტოვებულ მიგდებულ უკმაყოფილო და დაწუნებულ ადამიანს თუ რაც არის სულიერს ვინც არის იმედი და ასე ვთქვათ სიყვარულში გაძლიერება და
რომ ჭირდება ადამიანს და რომ დაფასებულია და რომ მოთხოვნადია ამის შეგრძნება, რომ ჭირდებათ მის ახლობლებს იქნება თუ დეებს თუ ძმებს ამას აძლევს, ადამიანი უნდა იყოს მარტო. მარტო დღეს ადამიანს ელენ გაუჭირდება. სულ უფალთან უნდა იყოს და თავის დებთან და ძმებთან შეეცადოს ყოველთვის იმას არ უფრო აღრეული უნდა იყოს ყველასთან და ასე ვთქვათ რაღაცა ესეთი საზოგადოებრივი ცხოვრების ექსტრემალური ფორმით ცხოვრების, მაგას არ უბრალოდ ის რაოდენობას არ აქვს შემება ეკლესიური ურთიერთობითი ისე ვთქვათ სივრცე, სადაც 2 და 3 შეიკრიბება ქრისტეს გულისთვის, მუნ იგი არის უფალი არის მათ შორის. ამიტომ უნდა გქონდეს ურთიერთობა მორწმუნე ადამიანებთან, ერთმანეთს დაეხმაროთ, ხელი გაუწოდოთ. რიტუალური მარტო ფორმალური ხო არ არის, ფორმალური რიტუალური ჩვენი ურთიერთობა, ხო? ეს სახლის კურთხევაც ასევე ამასაც მოწმობს, რომ ოჯახში ეკლესია მიდის. ამიტომ აი ეს წამოდგეს ფეხზე და გაძლიერდეს უნდა და აი ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე ათანაბრ აწონასწორებს და ყველა რაც საჭირო არის ჩვენთვის უფალი ამისათვის ჩვენ გვაძლევს ამას ყველაფერს გვაძლევს. მინდა ეს გისურვოთ. ძალიან ბევრი რამე მინდა გისურვოთ ახლა ეს ჩამოვთვალოთ სახლის კურთხევაში და ლოცვაში შედის ის თხოვნები რაც არის ნათქვამი ყველაფერი შედის. იქ ყველაფერი ესე სრული პაკეტია ასე ვთქვათ, ტექნიკური ენით ვთქვათ, ლოცვითი თხოვნებისა. და აი სადაც იქ არის ის რომ მოგცა მარტო ის უკვე საკმარისია უსეც რომ გზა ისედაც ხსნილია, მაგრამ გაგვიადვილდეს და გაძლიერებულებმა ვიაროთ წინ. და გავაცნობიეროთ და განმარტოთ და ჩვენი ცხოვრების საზრისი გამოვიკვლიოთ და მივხვეთ მას. აი ეს მინდა გისურვოთ. კიდე დავლოცოთ ოჯახი და ყველა ჩვენი ქრისტიანი და-ძმა და უცურველ გზახსნილი გქონდეთ ღვთის საიდუმლო სული საცხოვრებლად და ჯანმრთელობა სულიერი და ხორციელი. ამინ.